ჯერ კიდევ ბევრს გონია, რომ ჭარბი წონა არის უბრალოდ არასწორი ცხოვრების წესის, ზედმეტი ჭამის, ნებისყოფის არ ქონის შედეგი, მაგრამ რეალურად ეს პრობლემა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის ჩამოთვლილი, რაც ახლა ვთქვი. ჭარბი წონა არის დღეს ითვლება უკვე ქრონიკულ დაავადებად და მდგომარეობად. დღეს 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი მსოფლიოში ებრძვის ჭარბ წონას. ბოლო წლების განმავლობაში და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია, ჭარბ წონასთან საბრძოლველად მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება და ძალიან პოპულარულია ისეთი მედიკამენტები, როგორიც არის მუნჯარო და ოზემპიკი. კიდე რამდენიმე არსებობს, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით საქართველოში არის ძალიან პოპულარული. დღეს მე გიდის ეთერში ვისაუბრებთ თუ რა არის რეალურად ეს მედიკამენტები. არის უბრალოდ მოდა თუ არის სამედიცინო რევოლუცია. დღეს გავიგებთ სიმართლეს მუნჯაროსა და ოზემპიკის შესახებ და გვეყოლება ძალიან საინტერესო და თქვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი სტუმრები. ექიმი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა და ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ არა ინექციურით ჭარბ წონას. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მოგესალმებით, მეგობრებო. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ხართ ჩვენი სტუმრები, ჩემი გადაცემის სტუმრები. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ და ნანუკა, როგორც უკვე აღნიშნე, მე ვიცი, რომ შენ კატეგორიული წინააღმდეგი ხარ ასე ზედმეტი ჩარევების და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით და კვებით იყო დრო, როდესაც დაიკელი 72 კილო, ჩემთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი, როდესაც ეს გავიგე. მოგვეყევი, როდის მიხვდი, რომ ეს ჭარბი წონა შენ უკვე შენ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებოდა. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ვარ თქვენთან მომენახეთ და რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე გახსნილი ვიქნები და ძალიან გამიხარდება თუ სასარგებლო ვიქნები ვინმესთვის. და არაფერს სიმართლის გადაფიცავ. მე ყოველთვის მე ამ ეს პირობა მაყურებელს თავიდანვე მივეცი, აქ ისაუბრებენ ადამიანები იმ თემებზე, რაზეც ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ნასაუბრები, მხოლოდ სიმართლეს და იქნებიან ყველაზე გულწრფელები. დააფიცე აქ რაღაცა წიგნი გვაკლია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ლაშა, რა თქმა უნდა, ინექციებზე ისე ლაპარაკობს, რომ ხანდახან შეიძლება ჩემ აზრს გადაუხვიო, მაგრამ მაინც არა მყარად ვდგავარ, იმიტომ რომ სავარაუდოდ იმიტომ ვარ გათამამებული, რომ ერთხელ ეს გზა უკვე გავიარე და მე ვიცი, რომ ინექციების და დამატებითი რაღაცა მედიკამენტების გარეშე შესაძლებელია რომ მივიდეთ შედეგამდე. ამიტომ მინდა რომ აი ახლაც ყველანაირი ნემსის და ყველანაირი წამლის და გვერდითი მოვლენების გარეშე მინდა რომ მივიდეთ ჩემს სასურველ წონამდე და მინდა რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცო რომ ეს შესაძლებელი არის და ნამდვილად რაღაცა დიდი გზის და დიდი ვაიმაგლახის გავლის მერე პირდაპირ გეტყვით შესაძლებელია რომ მივიდეთ იმ წონამდე, რომელიც არის ჩვენთვის სასურველი. ლაშა, მოგვიყევი, რა არის რეალურად ოზემპიკი და მუნჯარო? და კიდევ ერთხელ დაგისვამ ამ კითხვას. ოზემპიკი და მუნჯარო არის მხოლოდ და მხოლოდ მოდა, რასაც ბევრი აღნიშნავს და გამოიყენება მხოლოდ კლებისთვის, თუ არის რეალურად სამედიცინო რევოლუცია. და მე არაერთხელ მომიყოლია ჩემი პირადი кейსი, რასაც დღეს აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვყვები, მე მახსოვს შენ როგორი წინააღმდეგი იყავი, რომ მე ოზემპიკი გამომეყენებინა, მე მახსოვს ის ძალიან დიდი წინააღმდეგობა შენი მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ისე არაექიმურად მოვიქეცი, არ დაგიჯერე. დავიკელი 21 კილო ოზემპიკით და აღმოჩნდი საბოლოოდ საოპერაციო მაგიდამდე. თუ როგორ და რანაირად ამას მოგვიანებით უკვე უფრო მეტად გავშლი და უფრო კარგად მოვუყვები მაყურებელს, მაგრამ იქამდე ლაშა მოგვიყევი რა არის რეალურად ოზემპიკი და მუნჯარო, რამდენად საფრთხილო არის მისი გამოყენება და რამდენად შესაძლებელი არის ექიმის რეკომენდაციის გარეშე ასე ხელაღებით მისი მოხმარება.
მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მიხარია მივესალმებ მაყურებელს. მართლა აი ესეთი სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუნდაც ექიმთან ვიზიტი ან ვერ ახერხებენ, რომ თქვა დეტალურად გაიარონ ეს საკითხები, ან უბრალოდ ყველა კითხვას ვერ სვავენ კაბინეტში და მერე რო გადიან კაბინეტიდან, მერე ახსენდებათ კიდე რაღაცები. ხო, ნუ პირველი ის რომ სიმსუქნის მკურნალობაში, ხო? ანუ სიმსუქნე ეს არის დაავადება და აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ხო? ეს არ არის მდგომარეობა, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენ თუ საუბრობთ ახლა ჭარბწონაზე, რომელიც 5-6 კილოგრამით მეტია, თქვათ, იმ სასურველ წონაზე, ადამიანის, რომელიც სულ 25 რო ხარ და 23 ციკლებ. არის, ხო, ეს იყო 21 კილო, მაგრამ ძალიან სულ შედეგი. მაგრამ ეს არის ხო, თქვათ, სიმსუქნე, ხო? 41 კილოდან 21 კილოს რო დაიკლებ, ესე იქნება და აბა 151-დან ამ სიმსუქნესაც აქვს თავის განმარტება. ხო, არსებობს სხეულის მასის ინდექსი, რომელიც შენის თქმით იყო ჩემ შემთხვევაში ნორმა. ხო, აბსოლუტურად. ანუ კეტლეს ინდექსი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, ძალიან მარტივი არის გამოსათვლელად, ხო, ჩვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით და ამის მიხედვით ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ციფრებს. ეხლა ეს ციფრები არის ნორმალური წონა, ჭარბი წონა, სიმსუქნის პირველი ხარისხი, მეორე ხარისხი, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. და არის მეოთხე და დამადო ხელი. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მანდ არ ვართ ჩვენ. და წონის დეფიციტით და აი ამ ციფრებს აქვს ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმსუქნის დიაგნოსტიკაში და მერე მკურნალობაში. რა თქმა უნდა, სიმსუქნის მკურნალობაში პირველი ყოველთვის არის ფიზიოლოგიური კვება ცხოვრების რეჟიმის ცვლილება, რაც აირჩია თავიდანვე ნანუკამ და მე ამ გზას ყოველთვის მივესალმები. აქ მართლა საჭირო არის ნებისყოფა, რაც შენ თავიდან ახსენე. წარმოუდგენელი ნებისყოფა, სწორი კვებით, როდესაც იკლებს 72 კილო. მე გავლილი მაქვს ეგ თავის დროზე 26 კილოგრამი მაქვს მეც დაკლებული ყოველგვარი ინიექციის და ყველაფრის გარეშე. ამიტომ როცა ვესაუბრები ამაზე პაციენტს, ძალიან თამამად ველაპარაკებ, იმიტომ რომ მეც მაქვს ეგ გზა გავლილი, მეც ვიცი როგორი არის. ნანუკასაც თამამად შეუძლია ესაუბროს სხვებს ამის შესახებ, იმიტომ რომ გავლილი გვაქვს და ეხლა არც მე და არც ნანუკა ოლიმპოს მთაზე არ დავბადებულ ვართ, ხო? ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი შეგრძნებები გვაქვს. თავისთავად. ჩვენს გვიყვარს მით უმეტეს მეგრელებს კარგი სამზარეულო. ჩვენს გვიყვარს არამეგრელებს თქვენი სამზარეულო. ხოთი შორის მე ღომით და კუჭმაჭით თუ გავხდი, ხო გახსოვს თავის ზომიერებას ყოველთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეხლა რაც შეეხება მთავარ კითხვას, ხო? თავიდანვე უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც მუნჯარო და არც ოზემპიკი ეს არ არის გასახდომი პრეპარატები. ეს არის პრეპარატები მეტაბოლური სინდრომის სამკურნალოდ. ეხლა მეტაბოლური სინდრომი მხოლოდ და მხოლოდ სიმსუქნე არ არის და შეიძლება იყოს მსუქანი ადამიანი. ეხლა მე მსუქანს თამამად ვახსენებ, ეს არც ერთმა მსმენელმა თუ მაყურებელმა არ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ბულინგი. არა, ეს არის დიაგნოზი და ისევე როგორც არსებობს პლევრიტი, არსებობს მაგალითად თიროიდიტი, ფარისებრის და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი კოდი, თავისი სამედიცინო კოდი, ICD კლასიფიკატორი აქვს მინიჭებული და არის სიმსუქნე დაავადება. ამიტომ მსუქანი ადამიანი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ეს უნდა გაიგოთ ადამიანებმა, მათ შორის სახელმწიფომა ჯანდაცვის სისტემამ, რომ დასწრებამ იმუშაოს ამაზე, მსუქანი ადამიანი ეს არის ავად ყოფი ადამიანი. ლაშა, შენ ახსენე სიმსუქნე და ახსენე სიმსუქნესთან ერთად ბულინგი. ნანუკა, შენთან მოქვს ასეთი შეკითხვა. მე შენთან აი სანამ დავიწყებდით გადაცემას, რაღაცა გარკვეული ამბები გავიარეთ და მოყევი აი სწორედ ეს შენ ცხოვრების ეს ეტაპი, როდესაც გარკვეულწილად რაღაცა ბულინგს წააწყდი შენი სიმსუქნის გამო. არ ბულინგთან ერთად ისიც ვთქვათ, რომ ჩივილები ქონდა ეხლა. არა, ამასთან თავისთავად, მაგრამ ეხლა შენ ახსენ, კი. ხო, სიმსუქნე ამიტო არის, არა მდგომარეობა, არამედ დაავადება. მაგალითად მიგიყვანა, რა თქმა უნდა, რა საკვირველია. ეს ძალიან დიდი დისკომფორტი არის პირველ რიგში, სულ რომ თავით ამანებოთ
სხვა მართლა იმ დისკომფორტებს რო ანგრევს ორგანიზმს, კიდე რაღაცნაირად უბრალოდ რაღაცა ესთეტიურადაც ძალიან სტრესული არის რა, როდესაც შენ გაწუხებს შენი წონა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ეხლა ვინც აბულინგებს მსუქნებს, იმანთმა ეს ტერმინი არ იცოდნენ, რომ მსუქანი უდრის ავადს. თორე პირდაპირ ავადმყოფებო ალბათ გადმოვლენ ესე შეტევაზე, რა კაი ის მიეცი. არ უნდა იყოს ბულინგი, თორე ეხლა ვიღაცა ქუჩაში რო გაივლიდა სუქანო ან რა ვიცი, დაგიძახებს კიბოიანო. ახლა მოგიყვები, ეხავე როგორც გეძახიან ქუჩაში ამ ყველაფერს, მოკლედ. პირადად გამოსცადე რა თქმა უნდა, ნახე როგორი რაღაცა არის. მაშინ, როდესაც ძალიან მსუქანი ვიყავი და პირველ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად დამეწყო დიეტა და რა ვიცი, ლამის აი ამ დიეტებით გავინადგურე ჩემი ორგანიზმი, იმდენად სწრაფი შედეგი მინდოდა და აი მაშინ რა თქმა უნდა პირველ რიგში იყო აი ეს ბულინგი, ბიძგი იმისა, რომ დამეწყო და მივსულიყავი შედეგამდე და მე შიგადაშიგ სულ ვაქებდი იმ ადამიანებს, ხო, ვინც მიყვანა ამბამდე. ოღონდ რაღაცნაირად თან მოფერებით გეუბნებიან ამ ბულინგს. ეს ყველაზე რთული ასაკანი არის. ფარისებრის გამო მოხდა აი ძალიან სწრაფად ესე შემიმატება და დიდი ხნის უნახავი მყავდა მეზობელი ერთად რო ჩავედი იქ რაიონში და ჯვარი წერია გასუხებულ ხავ ღორი მიწოვე. აი იქ მივხვდი რომ რა კარგად ყოფილხარ არის. კი, არის ეგნა. ხო, ჩემი შემთხვევაშიც ეგრე იყო. თან მაშინ რაღაცნაირად ისეთი ვიყავი, პატარა გოგო, ახლა რო იწყებს ცხოვრებას, რაღაცნაირად შენს თავს რო ეძებ, ყარათფეხზე ვერ დგახარ, თავდაჯერებული არ ხარ და ანუ ბევრი რაღაც არის. გააჩნია რომელ ეტაპზე გაბულინგებთ. ახლა მართლა რაც არ უნდა მითხრან, არაფერი არ მოქმედებს საერთოდ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისეთი მიზეზი მაქვს, სამი შვილი გავაჩინე ზედიზე და ნამდვილად წუწუნისაც მეშინია. აი ხანდახან რომ დავიწყებ რომ აუ რა კარგი ვიყავი და რა გოგო მოიყვანა კახაკაშიამ და ახლა რა შერჩა, მე ვამბობ რომ აი მე ღმერთს არ ვაწყენინო და რაღაცა იქ არ მოხდეს, რაღაცა რაც არ უნდა მოხდეს და მაშინ ძალიან განვიცდიდი. მაშინ ჩემთვის იყო ძალიან სტრესული. შენ ვინ მოგიყვანს? ამას რა დაძრავს? ამას პირში გეუბნებოდნენ. თქმა უნდა, მოიყვანეს ეს რა თქმა უნდა, მაშინ იყო ხალხნო, ყველა წინადადება და ყველა სიტყვა იყო რაღაცნაირად ისეთი, რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგადად არ ვიცი ხა ეს სწორად ვიტყვი თუ არა, მაგრამ ჩემთვის ეგრეა, არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ანუ არ ვარ დარწმუნებული მათ კეთილშობილობაში, რომლებიც აი მესამე კლასში ვიღაცამ რაღაც მითხრა და აი იქიდან დამახსოვ რო ვერ მოხაშა 55 წლის როა და კიდე იმას რო ეხსენებს მესამე კლასში რაღაცა. დროზე ეს ბულინგი, რომელიც შენ თავზე გამოიარე, გახდა ტრიგერი იმისთვის, რომ დაგეწყო დიეტა და შემდგომ ისეთ ფორმაში ჩამდგარიყავი, რომ კახაკაშიას მოეყვანეს. კი და ზოგადად ხო მაშინაც მithქვამს და სულ ვამბობდი, რომ აი სერიალში რო გამოვჩდი და აი კომენტარებს მაშინ რო გიჟივით კითხულობ ყველა კომენტარს, რო ეწერა რომ რა ლამაზი ქალია, საერთოდ ვერ ხვდებოდი ვიზე წერდნენ, იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი კომპლიმენტი რომ შე რა ლამაზი ხარ, ანუ იყო ისეთი უცხო, რომ აი ალბათ ვერც ვიოცნებებდი, რომ ამ კომპლიმენტს ოდესმე მივიღებდი რა. სურველები ძირითადად ეგრე რა ლამაზი, რა კარგი გოგო ხარ, რა კარგი გასახეს აფუჭებ. ვაიმე, შენ არა ვერ გახვდები მე, ვაიმე, ეს დარჩა, ამას რა დაძრავს. ჭამე მიდი კიდე უნდა ჭამო, აბა რა. რატომ არასოდეს არ გიფიქრია? არა დაგრჩებია. მე რამდენად ვიცი და ბევრჯერ გაქვს ამ თემაზე ნასაუბრები, რატომ რომ შენ ყოველთვის ბევრს წვალობდი, ბევრჯერ რაღაცა დაიზიანე ჯანმრთელობა აი ამ რადიკალური დიეტებით და ასე შემდეგ. რატომ არასოდეს არ გიფიქრია, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მეგობარი გყავს, ასეთი ენდოკრინოლოგი, მიგემართა მისთვის და მიგეღო, გაგეკეთებინა თუნდაც მაშინ იყო ოზემპიკი, ახლა არის მუნჯარო და მსგავსი ინექციები. რატომ არ გინდოდა? თუ შეიძლება ჩემს დილეტანტურ აზრს მოგრძალებით ვიტყვი, რომ ანუ ნებისმიერი წამალი, ვთქვით დასაწყისშიც, რომ უვნებელი თავის ტკივილის წამალსაც კი მოყვება სამი გვერდი, რა შეიძლება გვერდითი მოვლენა მოყვება. აი იმდანაც სტრესავს, რომ დილით გაიღვიძე, რაღაც სტერილურად ამოიღე ნემსი, ჩხირი, შიგნით 2.5, 3 თუ მოგივიდა მოკვდები, 4.5 არ შეიძლება. აი ეს რაღაცა, აი მუცელი მოიშუთ, დაირჭო.
ეს იმდენად სტრესულია ხალხმა ჩემთვის, აი პირდაპირ ასოცირდება რაღაც აი ავად ვარ და არ არის ეს აი რაღაცა წვალებით მიგეხტი ისინი არის მირჩევნია რომ აი მოტივაციით რომ შეძლებ და არ მინდა ეს ღომი დღეს და არ მინდა ეს ხაჭაპური აშალო რა არის მე ვიცი რა შენ აი ოზემპიკზე მაგალითად ბევრი გაქვს დასაუბრები ოზემპიკზე მეც ძალიან ბევრი მისაუბრია და მაყურებელმა იცის კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემი პრობლემის შესახებ რა პრობლემაც გამოიწვია ჩემ შემთხვევაში არამიზნობრივად მიღება ამ მედიკამენტის მაგრამ მოდი მოგვიყევი აი რეალურად რას აკეთებს ოზემპიკი რას აკეთებს მუნჯარო ექიმის დანიშნულების გარეშე რომ არ შეიძლება ნუ ეს უკვე მოყევი და ზოგადად აი მოგვიყევი რა არის ის მექანიზმი რაც იწვევს იმას რომ აი აგერ დედაჩემმა საკუთარმა დედამ ზუსტად რამდენიმე თვეში აი ახლა სულ ახლახანს ხდება ეს ყველაფერი 6 თუ 7 თვეში არ მახსოვს მუნჯაროთი იცი და არაერთხელ აქვს ნასაუბრები შენთან მუნჯაროთი 35 კილო დაიკლო და დაიკლო ისე რომ არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ შექმნია მუდმივად ვაკონტროლებ მის ჯანმრთელობას მის ანალიზებს არავითარი პირიქით ბევრი რამ დაურეგული რა რაც ჩემ შემთხვევაში სრულიად თავდაყირა დააყენა ამიტომაც არის ნახე მე თავიდანვე ვთქვი რომ ნახე არც მუნჯარო და არც ოზემპიკი არ არის სიმსუქნის კონკრეტულად სამკურნალო და წონის დასაკლები პრეპარატები. ეს არის მეტაბოლური სინდრომის დასაკლები. გავწყვიტეთ იქ წინაზე საუბარი, რომ სიმსუქნე, როდესაც არის, ყოველთვის არ არის მეტაბოლური დარღვევა. შეიძლება იყოს სუქანი ადამიანი, მაგრამ მას დარღვევები დიაგნოსტიკურად, ანუ კლინიკურ ლაბორატორიულ ტესტებს როცა ჩავატარებთ, არ ქონდეს, მაგრამ შესაძლებელია საერთოდაც იყოს მეტაბოლური დარღვევები და იქ სიმსუქნე კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჭარბი წონა იყოს. ანუ ამას სჭირდება დიაგნოსტიკა. სიმსუქნესა და წონას შორის რა განსხვავება არის? ნახე, ჭარბი წონა არის რამოდენიმე კილოგრამით მატება, სიმსუქნე ეს უკვე არის ათეულობით კილოგრამის მატება. და მათ შორის დიაგნოსტიკის, ესე ვთქვათ, გეგმაც კი განსხვავებული არის. ჭარბი წონის დროს ჩვენ თუ გვიწევს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული წესების ცვლილება, სიმსუქნის დროს უკვე გვიწევს ცხოვრების წესის ცვლილება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ლაშა, იცი რა მაინტერესებს? მე ეხლა პირადად ოზემპიკის კეთების დროს მქონდა ის მდგომარეობა, რომ ფიზიკურად არ მშივდებოდა. ანუ რის ხარჯზე ვიკლებთ, იმის ხარჯზე რომ არ გვშივდება, რატომ არ გვშივდება? მოდი, მაყურებლისთვის უფრო გასაგებია, მე ვიცი ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ამ წამალს იკეთებს და არ იცის, რის ხარჯზე იკნებს, რა ხდება. ეს ორივე პრეპარატი არის რეალურად შექმნილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ, ხო? აქედან უნდა დავიწყოთ. და პრედიაბეტისაც რამდენადაც მე ვიცი. შემდგომში უკვე კვლევების ფონზე მათ მიენიჭათ უკვე ეს გარკვეული, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ფუნქციაც. თუმცა ორივე იყო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისთვის სამკურნალოდ შექმნილი. ეხლა რა არის მათი, ესე ვთქვათ, პრინციპი, მექანიზმი, ხო? ეს არის GLP-1 აგონისტი, ანუ ამ შემთხვევაში ოზემპიკი, იმიტომ რომ უკვე იმაში რა ქვია, მომჟაროში არის დამატებული მეორე კომპონენტიც, იქ როგორც GLP-1 აგონისტი, ასევე ესე ვთქვათ, რეცეპტორებზე, ეხლა განსხვავება რა არის? ეს GLP-1 აგონისტი აკეთებს რას? ჩვენ კუჭნაწლავის ტრაქტში ისედაც ხო, ანუ ოზემპიკი, ისედაც არსებობს ეს GLP-1 აგონისტები ჩვენს ორგანიზმში და ისინი ესე ვთქვათ ხელს უწყობენ კუჭნაწლავის ტრაქტში ჩვენი საჭმლის მონელებას. მაგრამ მათი ესე რაოდენობა საკმაოდ ესე ვთქვათ ცოტა არის ჩვენს ორგანიზმში, ანუ საკვებს როცა მივიღებთ, მალე ხდება მისი გახარჯვა. მაგრამ ჩვენ აი ამ დამატებით ვაკეთებთ რას? ვაკეთებთ იმას, რომ კუჭში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ხომდება საკვები, შესაბამისად ეს მოქმედებს მადაზე, მისი დაქუცმაცება დაშლა ხდება უფრო მარტივად, ანუ კუჭის წვენში, შემდგომში ნაწლავში გადასვლის დროს მისი ათვისება ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, ნაკლები არის, ამიტომაც ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოქმედებს იმაზე, რომ შეიწოვება ორგანიზმში უფრო ნაკლები ნახშირწყალი, იქედან გამომდინარე, რომ ენერგია ჭირდება ჩვენს ორგანიზმს უკვე არსებული ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე ხდება გამოთავისუფლება ორგანიზმში ამ ენერგიის, ჩვენ არ ვართ დავრდუმილი, ესე უხეშად რომ ვთქვათ, ანუ გვაქვს ენერგია, ჩვენივე ორგანიზმის ხარჯზე. და ეხლა გეტყვი, აქაც ნახე
ორივე შემთხვევაში ადამიანებს გონიათ რა გონიათ ის რომ თუ არ გშია არ უნდა ჭამო. ანუ ოზემპიკის და მუნჯაროს გაკეთებასაც აქვს თავისი წესები. ანუ არ გვშია არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ მივირთვათ. საკვები პროდუქტი რაღაც სახარჯი მასალა მაინც ჩვენს ორგანიზმს და განსხვავება მუნჯაროს და ოზემპიკს შორის. მუნჯაროს და ოზემპიკს შორის არის განსხვავება ის რომ ოზემპიკი მოქმედებს მხოლოდ ერთ ფერმენტზე, ეს არის GLP-1, ხოლო მუნჯაროში არის უკვე დამატებული ნივთიერება, რომელიც მოქმედებს როგორც GLP-1-ზე, ასევე GI რეცეპტორებზე. ეხლა განსხვავება რა არის, უფრო მარტივად. შესაბამისად ანუ თუ ყოფნდება ეს დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს კუჭში GLP-1-ის დროს საკვები ამ დროს იმის გამო რომ კუჭში დიდი ხნის განმავლობაში არის ეს საკვები შესაბამისად იქ მიდის უხეშად რო ვთქვათ ლპობა ხო ამ საკვების ამჟავე გარემოში აქედან გამომდინარე გარკვეული დისპეპსიური ანუ კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ გარკვეული სიმპტომატიკა პაციენტებს აქვთ, ანუ ეს შეიძლება იყოს ღებინების შეგრძნება. არ მინდა ბატონო, არ უკვე რო ვუსმენ, ცუდადა ვარ ხალხო. ჩემ ამხელა კუჭში ვაყოვნებ ჩემს ამხელა საჭმელს რამდენი დღით კაცმარ. არ მინდა მალკუჭებადია თან ღომიც, ელარჯიც, კუჭმაჭი, ტრისას, ხარჩო დამაცადე რომ 3 საათამდე წყუპუცკო. მაგრამ ახლა მუნჯაროს რაღაც დამატებითი ქონია რა. მუნჯაროს აქვს ამ შემთხვევაში დამატებითი კიდე ფერმენტზე მოქმედება, რომელიც აი ამ ყველა ესე ვთქვათ ტოქსინებს და შლაკებს უფრო მალე გამოყოფს ორგანიზმი და შესაბამისად მას არ აქვს ფაქტიურად არც ერთი ის დისკომფორტი კუჭნაწლავის ტრაქტზე, რაც ჰქონდა ოზემპიკს. ანუ განსხვავება რეალურად რა არის, რომ აი ის სუბიექტური ჩივილები, რაც აქვს ოზემპიკს, ის არ აქვს უბრალოდ მუნჯაროს. მაგრამ მოქმედების მექანიზმი არის ფაქტიურად ერთი და იგივე არის, მაგრამ თან მუნჯაროსთან მიმართებაში არის კიდე ის, რომ აი ამ გამოთავისუფლების და ფერმენტაციის ხარჯზე წონის კლება კიდე უფრო ეფექტური ხდება. ანუ ჩვენ თუ მაგალითად ვამბობთ იმას, რომ ოზემპიკს გარდა იმისა, რომ გლიკემიურ პროფილს, ანუ შაქრის ციფრებს აწესრიგებს, დაახლოებით 10-15% არსებული წონის შეუძლია დაიკლოს ადამიანმა. აი იმის, რა ქვია, მუნჯაროს შემთხვევაში ეს არის 17-25% არსებული წონის. მაგრამ ლაშა, გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნახე რა არის კიდე ოზემპიკს და მუნჯაროს შორის. ოზემპიკი დღესდღეობითაც კი მოწოდებული არის სიმწუხრის მკურნალობაში, მაშინ როდესაც არის დიდი წონის მქონე ადამიანები. ანუ აქ არის საუბარი მესამე და მეოთხე ხარისხის სიმწუხრის ადამიანებზე. გადმომხედე. არა, გამოხდა მე მაინდა. აი ხა ვეღარ მომდი. გამოხდა ხანი. ეს მუნჯარო მთელი ცხოვრება ხო უნდა გავიკეთო. სადღაც გავაჩერე. დამახსოვრ ჩემი მხეციმა და დამახსოვრებული მაქვს. მივადგები მე და მუნჯაროს შეყოვნებას ჩავყრი წყალში და ამიტომაც არის ნახე. სამკურნალო, ანუ სიმსუქნის სამკურნალო ამიტომ არ არის ეს. ანუ მუნჯაროს და ოზემპიკი ჩვენ გვეხმარება ცხოვრების წესის ცვლილებაში. კარგი, ლაშა, შევიცვალეთ ცხოვრების წესი მუნჯაროთი ან ოზემპიკით პაციენტმა დაიკლო და შეწყვიტა მუნჯაროსა და ოზემპიკის მოხმარება, რომელიც ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსურად არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი. მოდი, ახლა მომიყევი, შეწყვიტა. იწყებს ისევ მომატებას, იწყებს მეტად მატებას. ძალიან პოპულარული გახდა სხვათა შორის ეს, აი ირგვლივ, რა ვიცი, ენდოკრინოლოგია, არ არის ენდოკრინოლოგია, ის არის, ეს არის ყველა თავის რჩევას ამბობს. ხო, ყველას უწერია, რომ აი ინექციების შემდგომ ჩვენ წონაში ვიმატებთ და ვითომ ეს რაღაცა სენსაცია არის. არა, ადამიანებო, ნახეთ, ჩვენ თავიდანვე განსაზღვრეთ, რომ ნახეთ, სიმსუქნე ეს არის ქრონიკული დაავადება. შესაბამისად, მას ჭირდება ქრონიკულად და მუდმივად მკურნალობა და ცვლილება. და არც ოზემპიკი და არც მუნჯარო არ არის პანაცეა, რომელიც უბრალოდ გავიკეთეთ და ამით ყველაფერს ასრულებს. არა, ისინი კიდე ერთხელ ვამბობ, მე გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი თუ ის დარღვეულია და მხოლოდ ამ შემთხვევაში ინიშნება ინექციები, მოვაწესრიგოთ და დაგვეხმაროს ჩვენი ქცევების ჩამოყალიბებაში. ნუ აი მაგალითად როგორიც მე და ნანუკა ვართ, რომლებიც ქცევას, კვებისა, გასტრონომიული კუთხით სამწუხაროდ ვერ ვინარჩუნებთ. მე ნუ სულ მაქვს იცი რა არის, მე არ ვარ ეგრე. ანუ მე მთელი ჩემი
ცხოვრებით დავასრულე ტორტები, ნამცხრები, ღამეჭა. საერთოდ თქმა უნდა, ეს ჩემთვის უკვე არის ისეთი ფუფუნება. ეს არის ისეთი ფუფუნება, რომ ანუ ვერც ვიხსენებ ცხოვრების რომელ ეტაპზე, ალბათ ორსულობის დროს ძალიან რომ მომინდება, თორე ჩემს ყოველდღიურ რაციონში რაღაცა ტორტი, ნამცხვარი და ცომები და ღამეჭამა უკვე დასრულებულია. მე ვიცი რომ ეს ჩემი მთელი ცხოვრებით. აი ეს შეკითხვა მაქვს ზუსტად. მე თუ პრინციპული ადამიანი ვარ, ძალიან დიდი ბუდიში სოფო. მე შენთან მოვედი. შენ მე მიწერ ამ ცხოვრების იმას, გაწერილ რაღაცა პრინციპს, ხაჭოს, რაღაცა იმას, ამას და მე ამას ვასრულებ. მაშინ რატომ მინდა? ხო, მაშინ ესე იგი მუცლშინებს ცოტა უპრინციპო თუ ხარ მაშინ გინდა. ყველაფერს თავის სახელი დავარქვით. აი, ლაშაროდ სანამ შემოვიდოდით და გადაღებას დავისხებდით, ლაშამ როგორც მოხვა პაციენტები ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე დავეკელი, მაგრამ არ მეტყობა, ეს დაახლოებით იგივეა. და თუ ეხა მე უნდა კითხა ისეთი რაღაცა და მე მინდა ჩვენ ძალიან საყვარელ მაყურებელს უთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით ხო, ყველამ რომლებიც ამბობენ რომ შავა რა დიეტით მე ვერ ვიკნებ. გამორიცხულია რომ დიეტით დავიკლო. და რაღაცა თითქოს ფარხმალს ყრიან, ვარდებიან დეპრესიაში და ალბათ ბევრი იცი ასეთი. კი, რა თქმა უნდა. ბევრი არის ისეთი, ვინც ვერ რისკავს. იგივე მუნჯაროს და ოზემპიკის კეთებას, ბევრი არის, უნდა რო გარისკავს, მაგრამ ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ აქვს და არიან რაღაცა აი ამ ორ ცეცხლს შორის და აქვთ ეწყებათ დეპრესია, ეწყებათ ეს მენტალური პრობლემები. ურთულესია ხალხნო და მე და რომ აი მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს უთხრა რატომ არ უნდა იფიქრონ ასე და რატომ არ არის პრობლემა რეალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორი კვებით ყველაფერი შესაძლებელი არის. მოკლედ, თუ რაღაცა შეფერხება არსებობს და მეც მქონია ცხოვრების რაღაც ეტაპებზე, რომ მე ვფერხდები და ვეღარ ვხდები, იქ არის ან რაღაცა ფარისებლის პრობლემა, ან რაღაცა ისეთი პრობლემა, რაც გაფერხებს და ეს ძალიან ადვილად მოსაგვარებელია მართლა ექიმთან ვიზიტით და იმის შემოწმებით, თუ რატო შენი სწორი კვებით, რატო ვერ იღებ რეზულტატს, ეს ადვილად მოსაგვარებელი საკითხი არის. მე ერთადერთი მინდა ვუთხრა იმ ასაკში მყოფ ადამიანებს, ვისთვისაც კიდევ უფრო მტკივნეულია მისი აი ეს რაღაცა წონა და გარშემო ადამიანები არასოდეს თავს არ ანებებენ და მუდმივად აი ჩაზახებენ, რომ აი რაღაცა სტანდარტს მოუწოდებენ, რომ აი ესეთი ფორმის უნდა იყო და იმას შეხედე, ამას შეხედე და შენ რა გეშველება, აი მათთვის რაღაც ასაკში, აი 16, 15, 17 წლის ასაკში უფრო რთული გადასატანია, უფრო ისეთ წლებშიც რა, როდესაც არ იციან, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ ხელშია ერთადერთი რამე, რაც ჩვენს ხელშია, ეს არის ჩვენი წონის კორექცია და ჩვენი რაღაცა სილუეტის მიღება. ეს არის ჩვენ ხელში. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე პაციენტებს და აი ძალიან ბევრი შეიძლება ამ გადაცემას რო უყურებს, თავისთავად ამოიცნოს. ძალიან ბევრი ადამიანი გამიშვია კაბინეტიდან, რომლებიც მოსულან გასახდომად. და რატომ? სულ რამოდენიმე კითხვა არსებობს, რომლითაც ხვდები შენ ის არის მზად ამ ყველაფრისთვის თუ არ არის. იმიტომ რომ თუ მზად არ არის პაციენტი, რომ დაიწყოს და შენ მოყვეს, იმასთან მუშაობის დაწყებას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მას კიდევ ერთხელ შენ უკლავ мотиваციას. იმიტომ ის აუცილებლად გაჩერდება შუაგზაში და ბოლომდე არ მიიყვას და ის კიდე ერთი ესე ვთქვათ კრახი არის თავის დარწმუნებასთან მიმართებაში. ამიტომ ვეუბნები ხოლმე, წრარი ჯერ მოემზადე, გადაწყვიტე აქ, რომ შენ ეს გჭირდება, რისთვის გჭირდება პირველ რიგში ეს უნდა გადაწყვიტო, ხო? არა, ნახეთ, ბევრი მოდის და მე არ მინდა ეხა კითხვები და აქვე გავცე რომ მე მომზადებულები მოვიდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ესეთი არის, რომ აი რისთვის გინდა რომ ეკითხები, ხო? არავინ არ ამბობს, რომ მე მჭირდება. ყველას აი ვიღაცისთვის, რაღაცისთვის. ხო, იმიტომ რომ აქ არის ეგ არის. ფაქტი არა, ნანუკა იყო პრობლემის წინაშე, ნანუკა იყო. მაგრამ ნანუკა მისთვის გადაწყვიტა. შეხედეთ, იცი რა არის? საბოლოო ჯამში ჩემთვის გამოვიდა, მაგრამ მე არ ვწუხდებოდი მაშინ ამ ჩემი წონით. ხო ხდები? ანუ სულ ვიცოდი როგორ გამემალა ის რაც არ მომწონს, ხო, რაღაცნაირად ისე მეცვა. თან გარშემო სულ თაღლითებში აღმოჩნდი, რომ ყველა რა ლამაზი ხარ, კარგი ხარ. ჩაცმოვისწავლე. ხო, ჩაცმოვისწავლე და ანუ მე ანუ ამ ძალიან დიდი ხანი ხალხნო, აი 5-6 ადამიანი რო იდგა ერთად, იქ ჩავლის უდიდესი კომპლექსი მქონდა. აი იმას წლებში ვამბობ, ანუ მეგონა რომ თუ ჩავივლიდი, აუცილებლად იმ საზარელ
შენს გავიგებდი და აი ამის თავის ასარიდებლად რამდენჯერ აი სხვა ქუჩით წავსულ ვარ, გზაზე გადავსულ ვარ, რომ აი ეს ხმა არ გამეგო, რომელიც აი ცლიანად აი როგორ აგიხსნათ, აი მაშინ ხო მაგაზე ვერ ვაპარაკობთ, რომ პატარა ხარ და თან რო კიდე სხვა სატყუებ რო არ ხარ ამ წონის და შენ არ გაწუხებს, თუ 1000 რაღაცას გადიხარ და აი ჩემ თავთან რომ მივდიოდი, სულ ამბობდი, რომ აი ღმერთონეთ აი ისეთ ფორმაში ჩამაყენე, რომ აი ამ ადამიანებთან აი გავიარო ამაყად, აი შეუძლებელი მეგონა, იმიტომ რომ აი ის ხმა რომ რაღაცამ რო თითქოს აი უცხო პლანეტელმა ჩაიარა, ანუ რა ვიცი, ეს შეიძლება ისეთი დემოტივატორი იყოს ადამიანისთვის. შენ ახსენე ასაკი და მოდი მე მგონი ლაშას ვკითხოთ, ძალიან საინტერესოა ლაშა. ასაკი, რა ასაკის შემდეგაც ჭირს უკვე წონაში კლება, იმიტომ რომ ბევრი აღნიშნავს, რომ აი რაღაცა ასაკის მერე უკვე ვეღარ ვიკლებთ. თუ არსებობს ასეთი ასაკი და რეალურად ეს მითია თუ რეალობა? არა, კი, რა თქმა უნდა არსებობს ეგეთი ასაკი. ეს არის, ნუ ქალბატონებში ეს გახლავთ პრემენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი, მაშინ როცა ესტროგენების დეფიციტი ვითარდება უკვე ორგანიზმში და ამ დროს კვებასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეზღუდონ საკვებში, მაგრამ წონის კლება მაინც არ ხდებოდეს. ამ დროს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. ან თუნდაც უბრალოდ ფეხით სიარულს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ შედეგს აძლევს. და ნუ მამაკაცებშიც ეს დაახლოებით არის 50 წლის ზემოთ, როდესაც იქაც იწყება უკვე გარკვეული ცვლილებები, ხო? მაგრამ არც ერთ ასაკში მაინც აქვე ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველა ასაკში შესაძლებელია წონის დაკლება. აი მაგალითად მე თამამად შემიძლია ვთქვა დედა ჩემის მაგალითზე 62 წლის ასაკში დაიკლო მან ყოველგვარი ასევე ინექციების გარეშე 32 კილოგრამი. ანუ იქ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია ეს და ნუ ერთგვარად ხანდახან კარგია ზოგიერთი მარგებელია, მაგრამ ნუ შეძლო ყოველ შემთხვევაში, როდესაც მოინდომა და დაჭირდა. და ნუ დღეს ინარჩუნებს ახლა გარკვეულწილად, ხო, იმიტომ რომ წონის კლება აქვე უნდა ვთქვათ რა კიდეთ, ანუ არასდროს არ უნდა იყოს მიზანი, ანუ რაღაცა სასურველ ციფრზე გაჩერება. ანუ ყოველთვის შემდგომში მისი შენარჩუნება არის ძალიან რთული. ხო, ეხლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ მაგალითად ინექციებზე, მუნჯაროსა და ოზემპიკის დანებების შემდგომ, ადამიანები ისევ იმატებენ. აბა ვნახოთ, რამდენი ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ იმატებენ, კი. ბარიატრიის შემდეგ, კი. და მოდი ლაშა ძალიან მინდა სწორად აი ხა მითებს შეეხე და მინდა რომ რამდენიმე მითი ან დავამსხვრევთ, ან გითხრა ეს არის რეალობა. ვერ დაიკლებ წონაში თუ დღეში 2 ლიტრ წყალს არ დალევ, მითია თუ რეალობა? ეს მითია, იმიტომ რომ ინდივიდუალური არის მაინც ყოველთვის, თუმცა რა თქმა უნდა, წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც საბოლოო ჯამში წონის კლებაზე მოქმედებს, მაგრამ დაკლებით რა თქმა უნდა დაიკლებს ადამიანი. შემდგომი მითი. 7 საათის შემდგომ თუ საკვებს მიიღებ, ვერ დაიკლებ წონაში, მითია თუ რეალობა? მითია, იმიტომ რომ შეიძლება მივიღოთ 11-ზე ღამის საკვები და ჩვენ წონაში დავიკლოთ. დღესდღეობით არსებობს უამრავი კვლევა იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში ჩვენ მივიღებთ იმ განსაზღვრულ კალორიას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. თავარი არის არ გადავაჭარბოთ იმ დღეურ ნორმას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები. ვიტამინებს ვიღებ და გავსუქთი. მითია თუ რეალობა? რა თქმა უნდა მითია, იმიტომ რომ არსებობს ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი საერთოდაც, რომელიც პირიქით იწვევს სიმსუქნის განვითარებას. უნდა ჩაგეძიო, რომელი ვიტამინის დეფიციტი? მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თუთიის დეფიციტი, რომელიც ნახშირწყლებზე ზედმეტ მოთხოვნილებას შემდგომში იწვევს. კაია, მაგალითად ეს შეიძლება უნდა ვთქვა. აუ, ნუ კარო გორგასოა ხშირ შემთხვევაში რკინის დეფიციტი ზოგიერთ ადამიანთან, მაშინ როდესაც შეიძლება გამოიწვიოს, კი, იმიტომ რომ მუდმივად შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება გვაქვს, ანუ ორგანიზმი მუდმივად გთხოვს დახმარებას, გთხოვს რკინას სინამდვილეში, მაგრამ შენ ჭამ ტკბილს, იმიტომ რომ ის უფრო ქსიამოვნებს, ამიტომ შესაბამისად მაშინ იმატებ წონაში. ძალიან საინტერესო მითები და კი, კი, კი. იცი რა არის, კარგი სამოტივაციო რაღაცებიც მაქვს მე და რაც მინდა რომ ეხა და მე რამდენადაც უთხრა შენ. მინდა რომ ესეც მოგვიყვან, ნანუკა შენ იწყებ ძალიან საინტერესო პროექტს. აუ, ერთი სული მაქვს. ხო და ჩვენც ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ერთი სული, მოდი მოგვიყევი. სწორედ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებულია. კი, ნახე როგორ არის, მე ყველაფერი ნამდვილი ძალიან მიყვარს. აი მართლა რო ხდება და ნამდვილად რო ხდება ყველაფერი. ამიტომ რადგან ვთქვი რომ
უნდა გავხდე მოტივატორი იმ გოგონების, ვისაც წონაში კლება უჭირს და ვინც მშობიარობის შემდგომ გასუქდა პირველი ასე ვთქვათ შვიდეული ამით დაკომპლექტდება და მე თუ გაგრძელდა ეს პროექტი, ყველას შეეძლება შეზღუდვის გარეშე მონაწილეობის მიღება. ეს რაღაცა ჩემი საინსტაგრამოდ მინდოდა უბრალოდ ესეთი მოტივატორი გამختარიყებ. მე ამას შეიცვალა ფერი და რა თქმა უნდა სატელევიზიო პროექტად გადაკეთდა, რომელსაც ეხა ველოდები, ამიტომ არ ვაჟღერებ არაფერს, მაგრამ ვიტყვი რომ ჩემს თელს უნარებს, თელს ჩემს გამოცდილებას, რომელიც ოდითგანვე მომყვება, რომ ყველანაირი ინექციების გარეშე კარგი ენდოკრინოლოგით და კარგი ნუტრიციოლოგით შესაძლებელია, რომ იდეალურ წონამდე მიხვიდე, მინდა რომ ჩემს გუნდთან ერთად სატელევიზიოდ და ყველას თვალწინ ეს ყველაფერი დავამტკიცო და ანუ მე ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მე პირველ რიგში მე არ შევრცხე და მე ვიყო ამათი მოტივატორი, მაგრამ ნახე რა არის ახლა ჩემს შემთხვევაში როგორი რაღაცა არის. ეს ჰორმონალური რაღაცა დისბალანსი ორგანიზმში აბსოლუტურად შორს დგას შენი რაღაცა დღის სწორი რეჟიმისგან თუ დიეტისგან, ანუ ეს არ გემორჩილება, შენი სხეული შენ არ გეკუთვნის და როგორც არ უნდა იდიეტო, რაღაც აქვს პერიოდი ამ მშობიარობის შემდგომ ეტაპს, სადაც ვერ ხდები, უბრალოდ ვერ ხდები და აი იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ესეთი გამყარებული ვიყავი ამ ყველაფრისგან, ანუ ძალიან მოთმინებით ველოდები იმ პერიოდს, როდესაც მე შევძლებ უკვე ჩემი სხეულის ფლობას. ერთადერთი ჭარბწონიან ადამიანებს მინდა ვუთხრა, თუ გამოადგებათ ეგეთი რაღაცა, რომ მე არასოდეს ვიწყებ დიეტას, რომ ანუ ერთ თვეში -15 კილო. ამას მე ჭკუიდან გადავყავარ ხალხს, იმიტომ რომ ერთ თვეში 15 კილოს ვერ ვიკლებ, ვერასოდეს, ვერც კვირაში 1 კილოს, ვერც 25 დღეში 3 კილოს. ანუ აი ასეთ მოკლე ვადებში შეიძლება ეს წონა არ წავიდეს და 72 კილო რამდენ ხანში დაიკელი? რავი, წლების განმავლობაში ვიკლებდი. ანუ ძალიან ბევრი წელი, ალბათ მთელი ჩემი, რა ვიცი, ცნობიერი რაც ვარ, აი წლების განმავლობაში ვიკლებდი ხან კაბალური დიეტით, ხან სწორით, ხან ისეთით, ხან ასეთით. საბოლოოდ ყველაზე სწორი რა იყო შენ შემთხვევაში? საბოლოოდ ყველაზე სწორი არის ზუსტად მაგას ვამბობ, რომ შენს თავს არ დაუყენო რაღაცა პირობები და არ მოსთხოვო შენს ექიმს, რომ რამდენ ხანში რამდენ კილოს და ეს არის ყველაზე დიდი დემოტივატორი, იმიტომ რომ მე იმდენ ხანში იმდენ კილოს თუ ვერ იკლებ, ანუ დალეწვა გინდა სასწორის და იმ ფოთლების, რასაც ჭამ. ანუ მართლა უნდა უთხრა შენს თავს, რომ მე 2 წლის განმავლობაში მივაღწევ სასურველ შედეგს. 2 წელი ეს არის ისეთი დრო, როდესაც შენ საგრძნობლად ჯადგები ფორმაში. აი 2 წელი რომ დაუწესებ შენ თავს და მისცემ შენ სხეულს დროს, რომ დაიკლოს, აი ეგ არის ძალიან რეალობა. არ გეჩქარება მერე და ყველაზე მეტად მეხმარება მომარაგება. ანუ რომ მოიმარაგებ ბოსტნეულს, ხორცს, ჩამოიტანს უგდიდიდან საქონლის ბევრს, უმარილო ყველას, აი რაღაც ინგრედიენტებს რომ მოიმარაგებ და მათ სივარს რომ გაავსებ, უკვე უკან დასახები გზა არა გაქვს, იმიტომ რომ დახარჯული ხარ უკვე რომ შეუძლია ამბავს. საინტერესო რჩევები მიიღეთ ნანოკა გულუასგან, რომელმაც სულ რამდენიმე წელში და მე მგონი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში დაიკელი 72 კილო დაიკლა, 72 კილო დაიკლო ჯანსაღად, ჯანმრთელად, არა ისე როგორც მე ახლა არა, უთხარი რომ მე ისე უკან აკრიფა ეს ყველაფერი, თორე ასეც ივარ და ეს სოფო მაქება. მას შემდეგ 3 შვილი გააჩინა და ახლა იწყებს ძალიან საინტერესო პროექტით, იწყებს ძალიან კარგ გოგოებთან ერთად, რომლებსაც ასევე მსგავსი პრობლემები გააჩნიათ, არიჩქარა და შედეგი მიიღო იდეალური. მე ვიჩქარე რომ დამეკლო რაც შეიძლება სწრაფად, დავიკელი სულ რაღაც 3 თუ 4 თვეში დაახლოებით 21 კილო, დავიკელი ოზემპიკით, კი, დავიკელი ოზემპიკით. პირველ ეტაპზე ვიყავი ბედნიერი იმის მიუხედავად რომ ლაშა უჩავა და მაია რეხვიაშვილი ჩემი ორი უახლოესი ადამიანი საქართველოს საუკეთესო ენდოკრინოლოგები რომლებიც არც ერთი არ მელაპარაკებოდნენ და ფაქტურად გაბუტულები იყვნენ ჩემზე, იმიტომ რომ ხედავდნენ რომ უბრალოდ ვილეოდი, დავიკელი ვიყავი ძალიან ბედნიერი, ძალიან მომწონდა ჩემი თავი, სანამ ერთ დღეს ესეთი რიგი ჩეკაპზე, რომელსაც სულ ვიტარებ, არ მივედი და არ აღმოვაჩინე, რომ გამიჩნდა კვანძები და საბოლოოდ არ აღმოჩნდი საოპერაციო მაგიდაზე, სულ ცოტა ხნის წინ გავიკეთე სწორედ ეს
ოპერაცია და ეს ყველაფერი მე ეს ერთი ხელაღებით ძალიან არასერიოზული იქნება, ჩემი მხრიდან რომ თქვა რომ აი ოზემპიკის ბრალი იყო, მაგრამ დროში ძალიან ემთხოვე. შეიძლება ბრალი იყო იმის რომ ძალიან სწრაფად დავიკელი და ბევრი ეხა 3 თვისთვის 21 კილომეტრი ძალიან ბევრია. და შესაბამისად მივიღე შედეგი ის რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი აღმოჩნდა საოპერაციო მაგიდაზე და გარდა იმ ერთი ოპერაციის ახლაც მაქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებზეც სულ ყურადღებით ვარ, იმიტომ რომ რაღაცა შორს არ წავიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ ახლა ესეთი გაფაციცებული ვარ სწორი კვებით და ყველაზე მეტად აი ეს ამას მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ არის რეკლამა, რამდენიმე თვეა გადავედი ბალანსის კვებაზე, ყველა მიცის მე მგონი ერთ-ერთი კომპანია ბალანსი, რომელიც ყოველდღიურად მიგზავნის მთელი დღის რაციონს, ახლა ვარ ამ კვებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში და ვინარჩუნებ წონას, ყველანაირი ანალიზი ჩამიდგა მწყობში და შეძლების დაგვარად აი იმ ძალიან ბევრი არეული პრობლემის შემდეგ ვარ ჯანმრთელად და ფიქრობ რომ ეს არის ყველაზე სწორი. მივხვდი და დავრწმუნდი იმაში, რომ სწორი კვება არის სწორედ ის, რაც არა მხოლოდ ჩვენი წონაში კლებისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიზუალისთვის, აი კანი, თმა, ფრჩხილი, ყველაფერზე დამეტყო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა შენ და მადლობა ყველა იმ ექიპს, რომელიც ასე პროფესიონალურად უდგება ჩვენს ჯანმრთელობას და ბოლო კითხვა კი ძალიან ბევრი კითხვა დაგისვით აი ამ მოზემპიკის და მუნჯაროს შესახებ, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა კიდევ კითხვა. ეს არის ოზემპიკი და მუნჯარო, ეს არის სასწაულმოქმედი წაბალი თუ საფრთხე და რა შემთხვევაში არის კატეგორიული უკუჩვენება, რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს ადამიანმა და რა შემთხვევაში პირიქით უნდა გაიკეთოს. მოდი ესე დავიწყებ მე პირველი ნანუკას დავეთანხმები, აუცილებლად რომ სასწორზე ციფრი არასდროს არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ეს არის ყველაზე დამღუპველი, ესე ვთქვათ, мотиваციის დროს. ეხლა რაც შეეხება ოზემპიკს და მუნჯაროს, ნამდვილად მე თამამად შემიძლია ვთქვა, საჭიროების შემთხვევაში ორივე პრეპარატმა მოახდინა რეალურად სამედიცინო რევოლუცია. რატომ? იმიტომ რომ ოზემპიკი დღესდღეობით გარდა დიაბეტისა და კარდიოლოგიაშიც გამოიყენება თავისი უსაფრთხოებით. კი ბატონო, და მუნჯაროს სულ მალე თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აგრეთვე ექნება ჩამონათვალში უკვე ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციაზე და ანტილიპიდურ მოქმედებაზე თავისი ეფექტები. ამიტომ ფაქტი არის ის, რომ ნებისმიერ პრეპარატს, როგორც ნანუკამ დაიწყო თავიდან, აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, მაგრამ თავისი დანიშვნის ჩვენება და თუ ის ინიშნება სწორად, რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან კარგი ეფექტები, მაგრამ თუ ის გამოყენებული იქნება არასწორად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა ექნება ორგანიზმზე. არავითარ შემთხვევაში ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში, ან არ შეიძლება მათი გამოყენება, არავითარ შემთხვევაში ტიპი 1 დიაბეტის დროს არ შეიძლება მათი გამოყენება და არსებობს გარკვეული დაავადებები, მაშინ როცა არის მწვავე ან ქრონიკულად მიმდინარე პანკრეატიტები და ასე შემდეგ, რა დროსაც შეიძლება მისი გამოყენება. ამიტომ ესენი კიდე ერთხელ ყველაფერი ხას უსვავს იმას, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე, ნაკსაუბარი არის ენდოკრინოლოგის დანიშნულების გარეშე, მისი გამოყენება არ შეიძლება. ლაშა ბოლოს აი კიდე არ სრულდება. არა, ეს ისეთი თემაა, რომ არ სრულდება. ბოლოს ნახე ერთ-ერთი კვლევა, სადაც ეწერა, არ ვიცი რამდენად სიმართლე შეესაბამებოდა. იწვევს თუ არა სიბრმავეს ოზემპიკის და მუნჯაროს მოქმედება. ესეც ჯერჯერობით დადასტურებული ფაქტი არ არის. არსებობს რამოდენიმე შემთხვევა ოზემპიკის გამოყენების დროს, როდესაც არა უშუალოდ ოზემპიკის მოხმარების დროს, არამედ რაღაც გარკვეულ პერიოდში შემდგომში განვითარდა თვალზე გარკვეული ტიპის დარღვევები,
რომლებიც სხვათა შორის არის მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ის დაავადება, რამაც გამოიწვია სიბრმავე, არის მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკური მატარებლობის. ანუ ის რომ რაიმე მექანიზმით განვითარებული ხო და გამოეწვია პრეპარატს, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება არ არსებობს, იმიტომ რომ არის გენეტიკური ხაზის დაავადება. შესაბამისად, ფაქტი არის ის, რომ ჯერჯერობით ამაზე მტკიცებულებები არ არსებობს, იყო სულ რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თვითონვე კომპანიამ გამოიტანა ესე ვთქვათ საზოგადოდ რომ გამხდარიყო ცნობილი. სავარაუდოდ ეს კვლევა მქონდა მენაჯერი. კი და ეს არ იყო არანაირი დამალული, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეხა ყველა მიცის FDA, ანუ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო, რომელიც საკმაოდ ისეთი ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ესე ვთქვათ, ორგანიზაცია არის და ძალიან მკაცრ კონტროლს გადის, ისევე როგორც ევროპის მედიკამენტის სააგენტო EMA, ხო, ამ შემთხვევაში მიუხედავად აი ამ არსებული, ესე ვთქვათ, კვლევებისა, არც ერთ კომპანია, არც ერთ ორგანიზაციას და არც ევროპის და არც ამერიკის ორგანიზაციას არ შეუწყვეტია მათთვის უსაფრთხოების, ანუ სერტიფიკატი და დღემდე ოზემპიკი ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო პრეპარატად სიმსუქნის და დიაბეტის მკურნალობაში, რომელიც სხვათა შორის თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე 12 წლის ასაკიდან არის დაშვებული. ამიტომ აი ესეთი რაღაცა ზედაპირული საუბრები და სხვათა შორის ექიმებისგანაც, მათ შორის კოლეგებისგან, არა ენდოკრინოლოგებისგან, რომლებიც შეიძლება კითხულობენ რაღაც სტატიებს, მაგრამ სტატია არ არის მხოლოდ ერთი, ხო? იმის უკან უამრავი სხვა რამ კიდე ხდება. არ შეიძლება აი ესეთი ზედაპირული საუბარი, იმიტომ რომ როდესაც მართლა გჭირდება აღნიშნული პრეპარატი, შემდგომში ძალიან გიჭირს პაციენტის დარწმუნება, რომ არა, ეს ამას არ აკეთებს. ამიტომ თუ რაღაცას ვამბობთ, ყოველთვის ჩვენ ამას უნდა კვლევებით გამყარებული უნდა ვამბობდეთ აუცილებლად. ძალიან მარტივად შეიძლება, თუნდაც აი ჩემი ოჯახით ავხსნათ ეს ყველაფერი. ოჯახში ვიკეთებთ მე და დედა, ვიკეთებდი მე და იკეთებს დედაჩემი. ნუ მე ოზემპიქს, დედაჩემი იკეთებს მუნჯაროს. მე ის დანიშნულების ამებში ისე. დანიშნულებით მე დანიშნულების გარეშე. ის იკეთებს დანიშნულებით, დედაჩემი იკეთებს მუნჯაროს, ექიმის დანიშნულებით, დაიკლო 35 კილო. და ის პრობლემებიც კი, რომელიც ჰქონდა სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, სრულად მოუწეს რიგ და მე, რომელმაც დავიწყე თვითწებურად ექიმის დანიშნულების გარეშე კი არა, კატეგორიული აკრძალვით გამოვიწვიე უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც დღესაც კი ვებრძვი. ფაქტი არის ერთი, რომ ნებისმიერი, არა მხოლოდ მუნჯარო და ოზემპიკი, ნებისმიერი მედიკამენტი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. და რაც შეეხება გახდომას, ნათელი მაგალითი ხარ, როგორ შეიძლება დაიკლო ჯანსაღად ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის და ინიექციების გარეშე. მეც მინდა ეხლა ლაშას დავეთანხმო, რომ ანუ რაღაც გაცხიმოვნებული მაქვს ღვიძლი თუ დიაბეტი თუ ასე შემდეგ რაღაცა დაავადება, რომელიც გაქვს და რომლის მკურნალიც არის ეს, რა თქმა უნდა, ერთს კი არა 100 გავიკეთებ, მაგრამ იმიტომ რომ მადას მიქვეითებს და ადვილად გავხდე, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ჩემი აზრით რა. მოდა თუ სამედიცინო რევოლუცია, მაგრამ სამწუხაროდ ოზემპიკი და მუნჯარო ვიღაცისთვის არის მართლა მოდა. არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ძალიან კარგად იცით, რომ არც ერთი პრეპარატი, არც მუნჯარო და არც ოზემპიკი არსად რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომი არ არის. გარდა საქართველოსი. ამიტომ თუ ეს არ იქნება, შესაბამისად, ის პრობლემები, რაც შეიძლება მე აღნიშნულმა პრეპარატებმა გამოიწვიოს, რა თქმა უნდა არ იქნება, თორემ მე მახსოვს ძალიან ბევრი სხვა პრეპარატი, ინიექციებს რო თავი დავანებოთ, რომელსაც აი ესე ყურმოყრით გაუგიათ რო ახდუნებს და მათ შორის ჰორმონები სხვათა შორის იღებდნენ ადამიანები, რის გამოც ძალიან ბევრჯერ მოფლარა სტაციონარში. უამრავი ეგრეთ წოდებული ჩაი, ყავა და ასე შემდეგ, რომლის ყველაფერი მაშინებს არ მოხდარა საავადმყოფოში, ხო? იმიტომ რომ იმათაც კი თავისი დანიშვნის ჩვენება აქვს. ანუ უბრალოდ აი წყალიც კი თითქოს და უსაფრთხო, ხო? ნივთიერება იმასაც კი თავისი მიღების წესი და ჩვენება. მეგობარი, რომელსაც სხვათა შორის თქვენ ორი ძიცნობთ და
გადაცემის შემდგომ გეტყვით და თქვენც იცით პრინციპში მის შესახებ, აი ამ გასახდომი ჩაით, რომელიც არ მახსოვს, მე მგონი თურქეთიდან ჩამოიტანა და სხვა 3-4 თვის განმავლობაში საბოლოოდ აღმოჩნდა სტაციონარში, აღმოჩნდა თირკმლის პრობლემებით და ასე ძალიან ბევრი პრობლემით. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ ეს არის დაუშვებელი, მით უმეტეს ისეთი რაღაცა მედიკამენტია თუ ჩაია თუ რა მნიშვნელობა აქვს, ისეთი რაღაცების გამოყენება, რაც ექიმი ხო, როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს არის დაავადება, ამას ჭირდება ისევე მკურნალობა, როგორც სხვა დაავადებებს, ხო? ამიტომ ამას მე რაღაცნაირად ეშხში შედიან და აი დოზირებებს თვითონ ისე ალაგებენ ხო, რომ აი მე სჭირდება და საკაია რატო არ იკეთებ, აი რა როგორ დამტკიცებ, რა არის დამტკიცებ. 0.01% რო სადღაც ვიცი რომ სიმსუქნის პრევენციისთვის მხოლოდ ამის მიღებამ შეიძლება სიბრმავის პირას დაგაყენოს და ჩემი სამი შვილი ვერ დავინახო ძლივს გაჭენილი. ანუ არ ასე ვიყო რა, საერთოდაც თავი დავანებოთ ყველაფერს. პატარა რაღაცა ვიყო ასე, ვიფაშფაშე და რა მოხდა? სახეზე დაიკლევ. სახეზე რა კარგად გამხდათ ხარ რომ გეტყვიან დრო რო გავა და ეგ იქნება რა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან. ისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე. ნანუკა ძალიან მალე თან წერწეტას გელოდებით. მოვალ. პირობას ვდებ რა, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად რომელთან ერთად პროექტს და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ერთად იქნებით ჩვენი სტუმრები, ისეთი თან წერწეტები, როგორიც იყავი, მას შემდეგ რაც დაიკელი 72 კილო. ვაშა, მადლობა შენ. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის და მოდი დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი და აუცილებლად მოგწერეთ. თუ რა თემაზე გსურთ საუბარი შემდგომ გადაცემებზე, ჩვენ ყველა თითოეული თქვენგანის სურვილს გავითვალისწინებთ და თქვენს წინაშე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი პროფესიონალები და ასევე ადამიანები, რომლებიც თქვენთვის და ჩვენთვის ყველასთვის არიან ძალიან საყვარელი და მოყვებიან თავისი გამოცდილების შესახებ. ასე რომ გევშვიდობებით, დიდი მადლობა და მომავალ კვირამდე. დიდი მადლობა.